თბილელეთისგან არც ძალიან შორს და არც ძალიან ახლოს არსებობდა ერთი უცნაური ქალაქი, სახელად სულერთია. სულერთიაში მაიმუნები ბინადრობდნენ. მათთვის ყველაფერი სულერთი იყო. სიტყვებს ისე ეუბნებოდნენ ერთმანეთს, არც კი ფიქრობდნენ. მათთვის სულერთი იყო ვინმეს გულით უეტკინებოდა მათი ნათქვამი სიტყვის გამო. ცხოვრობდნენ ასე, რა მოსწონდათ ან რა უყვარდათ, ბოლომდე არც ეგიცოდნენ და სიმართლე რომ გითხრათ, არც აინტერესებდათ. მაიმუნი ჩიპოსთვისაც, როგორც სხვა მაიმუნებისთვის, ყველაფერი სულერთი იყო. ცუდ სიტყვას ეტყოდა მეგობარს, გულს ატკენდა, თუ საერთოდაც ხმას არ გასცემდა, ყველაფერი მაინც სულერთი იყო და არაფერს ჰქონდა მნიშვნელობა. თბილელეთში ჩახჩახა ზაფხული იდგა. ბრძენმა მასწავლებელმა კუმ, სახელად ოკომ, ბევრი ფიქრის შემდეგ გადაწყვიტა, რომ სიტყვების ფესტივალი გაემართა. მას სურდა ყველას გახსენებოდა და არავის დავიწყებოდა, თუ როგორი ჯადოსნური ძალა აქვს თითოეულ სიტყვას. ფესტივალზე სხვადასხვა ქალაქებიდან ჩამოდიოდნენ. იყო დიდი სიხარული, მხიარულება და უამრავი ლამაზი სიტყვის აღმოჩენა. ყველა ქალაქს თავისი დამახასიათებელი სიტყვა ჰქონდა. ჩიპომაც გაიგო ფესტივალის შესახებ და გადაწყვიტა თბილელეთში ჩასულიყო. ფესტივალი დაიწყო. ყველამ თავისი სიტყვა დაწერა და შემდგომ ეს სიტყვები სიტყვების კალათში მოათავსა. ამის შემდეგ ოკომ დაიწყო ფურცლების კალათიდან ამოღება და სიტყვების ხმამაღლა წაკითხვა. ყველა მონაწილე სუნთქვა შეკრული უსმენდა მას. დაწერილ სიტყვებს შორის ოკომ ერთი უცნაური სიტყვა ამოიკითხა. ეს სიტყვა იყო სულერთია. ოკო ძალიან დაინტერესდა, ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო ამ სიტყვის ავტორი. ბოლოს მას ჩიპო გამოეხმაურა. ჩვენო ძვირფასო სტუმარო, თუ შეიძლება აგვიხსენი, რას ნიშნავს ეს უცნაური სიტყვა შენთვის და რატომ დაწერე მაინც და მაინც ეს სიტყვა ფურცელზე? კითხა ოკომ ჩიპოს. რას და არაფერს, უპასუხა ჩიპომ. მაინც ყველაფერი სულერთია. სიტყვას რა მნიშვნელობა აქვს? საერთოდაც აქ რატომ მოვედი, რა სისულელე გავაკეთე? იქვე მდგომი ბაჭო და ბელო გაოცებულები უყურებდნენ ჩიპოს. ისინი მიუახლოვდნენ მას და უთხრეს: ჩიპო, ძალიან ცდები. სიტყვას დიდი ძალა აქვს, მეგობარო. მაგრამ ჩიპო გაბრაზდა და უხეშად უპასუხა მათ: თქვენ ვინ გეკითხებათ? მომშორდით. მეორედ ხმა აღარ გამცეთ. ბაჭოს და ბელოს გული ძალიან ეტკინათ. ოკომ ეს დაინახა და თქვა: ჩემო მეგობრებო, ასეთი რამ გადავწყვიტე. მოდით, ჩვენი სტუმარი ჩიპო სიტყვების მინდორში წავიყვანოთ. ჩიპოს თავიდან წასვლა არ უნდოდა, მაგრამ მერე გულში გაიფიქრა: ჩემი რამიდის მაინც ყველაფერი სულერთიაო და თან გაჰყვა მათ. ასე ერთად ბაჭო, ბელო, ოკო და ჩიპო გაუყვნენ გრძელ გზას სიტყვების მინდვრისკენ. როგორც იქნა, ისინი მიადგნენ ერთ დიდ უცნაურ კარიბჭეს. შიგნით რომ შევიდნენ, წინ გადაიშალა უზარმაზარი მინდორი, სავსე ფერადი ყვავილებითა და ეკლებით. ჩიპო ისევ ბუზღუნებდა და ამბობდა: ნეტავ რატომ წამოვედი, რა აზრი აქვს ჩემს აქ ყოფნასო? ოკომ უსმინა ჩიპოს ბუზღუნს და უთხრა მას: ჩიპო, ჩემო კარგო, კარგად გადახედე ამ მინდორს, დაფიქრდი და მითხარი, რას ხედავ? რას ხედავ და ბევრ ეკალს, ბევრ ფერად ყვავილს. ხო და მერე რა მნიშვნელობა აქვს ამ ყველაფერს? უპასუხა ჩიპომ. იცი რას ნიშნავს თითოეული ეკალი და თითოეული სურნელოვანი ყვავილი? კითხა ოკომ. არა, არ ვიცი და არც მაინტერესებს, აბუზღუნდა ჩიპო. როგორ არ გაინტერესებს ჩიპო? ბრაზდებოდნენ ბაჭო და ბელო ჩიპოს საქციელზე. ბაჭო, ბელო, დამშვიდით, თქვა ოკომ მშვიდად. ჩიპო, შენ კი მომისმინე. სიტყვებს უდიდესი ძალა აქვთ. ყოველი კარგი სიტყვის წარმოთქმისას სურნელოვანი, ფერადი ყვავილები ამოდის ამ მინდორში. ცუდი და დაუფიქრებელი სიტყვებით კი ეს სურნელოვანი ყვავილები ეკლებად გადაიქცევა. ასე რომ სანამ რაიმეს ვიტყვით, უნდა დავფიქრდეთ. ეს მინდოდა მეთქვა და მეჩვენებინა შენთვის. როგორც ხედავ, არაფერი არ ყოფილა სულერთი. ყველაფერს უდიდესი ძალა აქვს, განსაკუთრებით კი ჩვენს წარმოთქმულ სიტყვებს. ჩიპო ჩაფიქრდა. მან მინდორს გადახედა და უცებ იგრძნო სიტყვების ჯადოსნური ძალა. გული ისე ძლიერ უცემდა, თითქოს პირველად აღმოაჩინა რაღაც საოცარი. სიტყვებით ვერ გადმოსცემდა იმას, რასაც გრძნობდა. ბაჭო, ბელო და ოკო მაშინვე მიხვდნენ, რას განიცდიდა ჩიპო. ჩიპომ თავი დახარა, ბოდიში მოუხადა ბაჭოსა და ბელოს უხეშობისთვის და მადლობა გადაუხადა ბრძენ მასწავლებელ ოკოს იმისთვის, რომ მან ის სწორედ ამ ჯადოსნურ ადგილას სიტყვების მინდორში მოიყვანა. ისინი ერთად დაბრუნდნენ თბილელეთში.
ჩიპო მოკოს თხოვანება მიეცა სიტყვა თავიდან დაეწერა. მან კალამი აიღო და ფურცელზე დიდი ასოებით დაწერა სიტყვა სიხარული. რატომ მაინც და მაინც სიხარული? რატომ და ჩიპომ გაიაზრა, რომ არაფერია სულ ერთი და რომ სიტყვებს ჯადოსნური ძალა აქვთ? ხო და ამ გააზრებამ მისი გული უდიდესი სიხარულით აავსო, სიხარულით, რომელსაც ერთი სული ჰქონდა, როდის გაუზიარებდა თავის მეგობრებს. ჭირი არსად ხინი აქა, ქატო არსად ფქვილი აქა.